კორეი, სულაგი ფუჭდება საქმე. დადი. აჰა, მე ხო თქვი და შენ როგორც გინდა გააკეთე. მაინც მიწერა. თან როგორც გაირკვა მინიმუმ ორჯერ. მესამე საპასუხო განცხადება პარლამენტმა დააწია. სულ ახლო წარსულში ტრამპისტი ქოცები ახლა ტრამპს ეჩხუბებიან წერილებზე რატომ არ უპასუხებო. უპასუხო წერილების შესახებაც თავად კობახიძისგან გავიგეთ. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებებისა და ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზავკვლევით გაგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. პასუხი არ არის, არც იქნება. მომწერი აქამდე მოიწერებოდა. თან რაც უნდა უცნაური იყოს, წერილი მხოლოდ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული. მავანი იფიქრებდა კეთილი ინებოს და ქართულად წაიკითხოს ამერიკის პრეზიდენტმაო. ჩვენ ორ ფეხს ვდგავართო, მაგრამ სინამდვილეში ეს წერილი არც ტრამპისთვის არის და არც ვენსისთვის. წერილი ივანიშვილმა კობახიძის ხელით საკუთარ ამომრჩეველს მისწერა. რა ვქნათ მეტი ვწერთ, აგერ და არ გვპასუხობენო. დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატების ხელისუფლებებს შორის. ესეც ამონარიდი არალეგიტიმური პრემიერის წერილიდან. ესეც პროპაგანდა ამ წერილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნული პერსპექტიული დღის წესრიგი. ეს ის მთავარი საკითხია, რაზეც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა. არავითარი კომუნიკაცია თუ არ შემდგარა, აბა ეს კაცი რას აკეთებდა ამერიკაში, რა ჩაიტანა, რა ჩამოიტანა, ვის შეხვდა, რა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ყვებოდა პროპაგანდა დღეების განმავლობაში. პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ქოცი ამერიკასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა ზუსტად ერთ კვირაში ჩამოიშალა. ერთი კვირა ამ გამოგონილი სისულელით ყვებეს ხალხი და როცა იმედი გადაეწურათ, წერილიც გამოაგდეს, სადაც ამერიკას პარტნიორობა და ქართული ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა დაამადლეს. იმ მისიებში, რომლებშიც ქართული ჯარისკაცების მონაწილეობას თავის დროზე 2012 წელს ქართული ოცნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ კიდეც. რა ვერაპატია Deep State-მა საქართველოს? Deep State-მა საქართველოს ვერაპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა Deep State-ის წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობას. პარლამენტის პასუხი კონგრეს მეგობარ აქტზე. რეჟიმის პროპაგანდამ, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გველაპარაკებოდა და ხელისუფლების თავბრუ დამხვევ წარმატებაზე გვიყვებოდა, ახლა ახალი ნარატივი მოირგო და შალვა პაპუაშვილის მიერ მეგობარი აქტის საპასუხოდ მომზადებული განცხადებით არის აღფრთოვანებული. 21 საუკუნეში განსაკუთრებით ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, რომლითაც რეალურად ხედავთ, რომ შესაძლებელი არის თეთრი წარმოაჩინონ შავად, მშვიდობა წარმოაჩინონ მშვიდობად და ასე შემდეგ. ყველაფერი, ასე ვთქვათ, ვირტუალურად ამოატრიალონ. ეს გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის და ერთადერთი პასუხი, რომელზეც ეფექტიანი პასუხი, რომელიც არსებობს ამაზე, არის სიმართლე, რომელიც ყოველთვის უნდა ითქვას და ითქვას, რათა შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციულ პროპაგანდას. ხო ისაუცრება რუსული რეჟიმი, რომელიც წლებია პროპაგანდაზე დგას და წლებია ტყუილით და დამახინჯებული სიმართლით კვებავს საზოგადოებას, თურმე პროპაგანდას აღუდგა. სიმართლე უნდა ვილაპარაკოთო, თქვა და ამავე გამოსვლაში მაყურებელს მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და დეზინფორმაცია მიაწოდა. ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედია გარემო, უმაღლესი ხარისხის პლურალიზმი. თუ 2012 წლამდე Deep State-ის მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედია სივრცე პრაქტიკულად სრულად ჰქონდა მონოპოლიზირებული, დღეს საქართველოს შეუძლია მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას მაგალითი მისცეს. მრავალფეროვანი მედია გარემოაო შალვამ რუსული რეჟიმის ქმედებებისა და მიღებული კანონების ფონზე უკვე დახურული თუ დასახურად გამზადებული ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების ქვეყანაში თავისუფალი მედია გარემოაო, როცა ჟურნალისტებს ქუჩაში სცემენ, ასისხლიანებენ, მხოლოდ მათი კრიტიკულ მედიაში მუშაობის გამო და როცა ჟურნალისტი ქალიც ციხეშია, თურმე მედია ძალიან თავისუფალია. თავი რომ დავანებოთ ოცნების მავნებლურ კანონებს, რომლითაც სარეკლამო ბაზარი გაანადგურეს და მედიებს არსებობის ყველანაირი სივრცე და ფინანსური რესურსი ჩაუკეტეს. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა Deep State-ის მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს. ეს კარგად ნაცნობი ძველი პროპაგანდაა. მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდ რამე
რამეებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რამეებს აკეთებენო. იგულისხმას შალვამ, თორე ზუსტად იგივე ხალხი მართავს სასამართლო კლანს, რომელიც მანამდე მართავდა და ამას ისიც დაემატა, რომ მათი უმრავლესობა უკვე ამერიკის მიერ არის დასანქცირებული. ანუ შალვა ამ განცხადებით ამერიკას მიმართავს და უხსნის, რომ მათ მიერ დასანქცირებული მოსამართლეები ძალიან დამოუკიდებლები არიან. ამერიკამ უკეთ იცის შალვა. საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მერე რა რომ ავტობუსებში ზედმეტად გადახდილი 60 მილიონი არსად ჩანს. მერე რა რომ არც ღარიბაშვილის ჩარტერის რეისის ქვითარი გვინახავს ამ დრომდე სადმე და ცოლსაც მისი ნაჩუქარი დღეს შერჩა. მერე რა რომ ყველა რეგიონში ყველა ტენდერს ოცნებასთან დაახლოებული ადამიანები თუ მათი ოჯახის წევრები იგებენ. კორუფცია რა შუაშია? საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. არჩევნები, რომელიც ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროში არავის უღიარებია და რომელსაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, თურმე ძალიან სამართლიანი და თავისუფალია. ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. სამოქალაქო საზოგადოება ქართულმა ოცნებამ აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადა. აქციის მონაწილეები კი დაასახიჩრა, დაასისხლიანა, დაიჭირა, შეურაცხყოფა მიაყენა. დანარჩენები 5,000 ლარიანი ჯარიმებით დაასაჩუქრა, მაგრამ თურმე შეკრების უფლება მაინც უმაღლესი სტანდარტით არის დაცული. მაგ სიმართლით იარეთ ქოცებო. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება შალვას მიერ მეგობარი აქტის საპასუხოდ მომზადებული განცხადებიდან, მაგრამ ესეც საკმარისია. ამ წერილებს და განცხადებებს სინამდვილეში არც ირაკლი და არც შალვა ამერიკისთვის არ წერენ. მათ ზუსტად იციან, რომ ამერიკაში ამ ტყუილებს ვერავის დააჯერებენ. ეს მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის გათვლილი შიდა მოხმარების პროპაგანდისტული ტყუილებია. ეს მეგობარი აქტიც და მასში გათვალისწინებული ფინანსური სანქციებიც, როგორც ჩანს, ძალიან ადარდებს ივანიშვილს. ყველა წერილში თუ განცხადებაში აწერინებს საკუთარ მარიონეტებს ამის შესახებ. ამ აქტმა თავის პირვანდელი სახელიც უკვე დაკარგა. იმედი გვაქვს, რომ ეს აქტი დაკარგავს ისევე როგორც სახელი დაკარგავს ასევე თავის შინაარსაც. ქოცი იმედს მაინც არ კარგავს, ან არ ვიცი, შეიძლება დაკარგულიც აქვს, მაგრამ პატრონს აგულიანებს. იცით რომ ახალი ადმინისტრაცია რეალურად თავის ახალ პრიორიტეტებს აყალიბებს, ჯერ გასაგებია მისი მთავარი პრიორიტეტები რაც არის, მნიშვნელოვანი დიდი მოვლენები, ომები, რუსეთთან, ჩინეთთან დამოკიდებულება და შეიძლება ამ ეტაპზე არ აქვს მას იმის დრო და შესაძლებლობა რომ საქართველოს თუ ამ რეგიონზე ამ ეტაპზე იფიქროს, მაგრამ სწორედ აი ამ მღრიე წყალში ცდილობენ ზოგიერთები თევზის დაჭერას, გამოყენებას ამ გარდამავალი ეტაპის. თევზი არ ვიცი და ბიზინა და მისი მარიონეტები რომ კაიჩიც ვერ დაიჭერენ, რაც დრო გადის უფრო ცხადი ხდება. ჯერ მეგობარი აქტი არ ჰქონდათ გადახარშული და ბრიტანეთის ამბები წამოეწიათ. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა პროპაგანდისტული იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის და ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. არადა ჯერ კიდევ გუშინ პროპაგანდა ამას იუწყებოდა. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაერთიანებულ სამეფოში ეცნობიან. ლონდონის საფონდო ბირჟა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს. ქართული დელეგაცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, უცხოელ პოტენციურ პარტნიორებს დეტალური ინფორმაციას აწვდის საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ. მოკლედ ეს დავითაშვილი სადაც ჩავიდა, იქ ქოცმა ვერ გაიხარა. ბრიტანეთიდანაც ამერიკის მსგავსად სანქციები ჩამოიტანა. როგორც ჩანს, ტრამპის მიერ სხვისთვის დაქნეული ხელი ყაველაშვილის ლეგიტიმაციას არ იყო. არც მაკრონის მისალმება აღმოჩნდა საკმარისი. ირანაში ობლად დარჩენილ მარტოსულ კობახიძეს რომ გამოელაპარაკა, ეს ამბავი ისე აიტაცა პროპაგანდამ, თითქოს წინა დღეს მაკრონს არ ურჩელებდნენ კოკაინად გასაღებული დაკუჭული ხელსახოცის ფოტოს. სანამ ქოცებს პროპაგანდის გარდა არაფრისთვის ცალიათ, როგორც გაირკვა, მათ გასაკეთებელ საქმეს ისევ ის ამერიკელი კონგრესმენი აკეთებს, რომელსაც Deep State-ის წევრს, ომის პარტიას, მოსყიდულს და რას აღარ ეძახიან. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიარებას თხოვა. სირიაზე გამახსენდა. ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ვისთვისაც უნდა მშვენივრად იცლის სანქციების მოსახსნელადაც და განცხადებების გასაკეთებლადაც. ქოცის 20 იანვარი კი არა და არ დადგა. როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე. ნამდვილად ირაკლი, როგორც იტყვის, ისე იქნება. თუ არაფერს იტყვის, იმაზე უარესად იქნება, ვიდრე ახლა არის. რაც უნდა რეპუტაცია დაუწუნოთ კონგრესს, ევროპარლამენტს და რაც უნდა იძახოთ, რომ მათ ქართველი ხალხის გვერდით დგომით რეპუტაცია და იმიჯი ელახებათ. ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვავს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა, ჯორჯ ვაშინგტონმა, თომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმს მადისონმა და სხვებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი
იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შეელახა. არ გამოვა ამ გამოგონილი ვითომ სიმართლით ამერიკის მოტყუება შალვა. თუ ვინმეს ქართული საზოგადოებისა და ამერიკის ადმინისტრაციის თვალში რეპუტაცია აქვს შელახული, ეს ქართული ოცნებაა და რაც დრო გავა, ეს რეპუტაციული ზიანი თითოეულ თქვენგანზე უფრო მძიმედ აისახება.